პატივცემულო ჩვენ შეერაღებულ ძალებს გაუმარჯოს. საქართველოს შეერაღებულ ძალებს. ყველა ღირსეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, კაპრალს და გენერალს გაუმარჯოს. წასულები ვინც არიან, ხსოვნა უნდა იყო მოგონება იმ ქვეყნად განათლება. გაუმარჯოს. ამინ. დიდება ჩვენ შეერაღებულ ძალებს. ამინ. აურა კაია. ისე ლობიანი და ვისკი ეთიმუროს დაკვდება. გაში მოგეწონა? მაგარია. ამით მეგობრებო. გამოგემშვიდობით, კარგად ვზანდებოდ შემდეგ ვიდეომდე და მინდა რომ მოგილოცოთ ბარბარობა. ისი ბარბარი ვინ იყო? წმინდა მოწამე იყო. სანამ ქართველები ქრისტიანები გავხდებოდით იყო ეგეთი. მაგან გავვრცელა? არა. ორი სანამ ქრისტიანები გავხდებოდით. ხალხის გემოჩაკ. ხო, მოსუსხული ხალხს. ბარბალობა იყო. წარმართული ღმერთი იყო ბარბალე, რომელიც ბავშვებს მაშრებოდა, რა ქვია, იცავდა. მერე უკვე ქრისტიანები რო გავხდეთ. იყო ეგეთი ქალი, ბარბარე ერქვა, ქრისტიანობისთვის ეწამა და წმინდანი იყო. ან შეიძლება არ ეწამა, ზუსტად არ ვიცი, რომ წმინდანი იყო უეჭველი. და ქართველებს რახანეს მეხსიერებაში ბარბალე გვეჯდა და ამასაც ბარბარე ერქვა. უფრო შევითვისა და ბარბარობა საქართველოში აღნიშნავენ უფრო სხვანაირად. სხვა კუთხეში სხვადასხვა წესი აქვს, მაგრამ ძირითადად ესე იძახიან წითელი ღვინო, ლობიან და თევზი უნდა იყოს. თევზი და წითელ ღვინოზე აბა რა მოგახსენო? ვისკი და ლობიანი კი იყოთ, მაგრამ მაინც ვადღეგზელოთ რაც არის აშო. ეს დღე ბარბარობა, მოდი კიდე ერთი ჩიქა დავლიოთ ბატონით. ბატონ გოგასაც დაუსხამ. და აი ესე. ბარბარობას გილოცავთ. ამინ. მეფმა მრავალს დაგასწროს, მოდი პატივცემულო. მრავალს მრავალს დაგვასწროს ღმერთმა და რავი, ჯამთელად. ბედნიერად და რავი, ხუჩა წმინდა ბარბარე იცავდეთ ჩვენ ქვეყანას და ოჯახებს, ბავშვებს და ჩვენ მომავალს და ყველა მომავალ თაობას წმინდა ბარბარე. ამინ. აი ეს ამით გამოგევშოთ პატივცემულებო, კარგად ვზანდებოდით შემდეგ ვიდეომდე.